რატომ არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ინტერესის გაღვივება მოზარდებში? ამ სათაურით გამოქვეყნდა ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკული გამოცემის სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ ჰობი ბავშვს ეხმარება პიროვნულ ზრდაში. საშუალებას აძლევს მას გამოიკვლიოს თავისი ინტერესები, აღმოაჩინოს ძლიერი მხარეები და ჩამოიყალიბოს თავდაჯერებულობა. მარიამ ზავრაშვილი 11 წლის მოზარდია, რომელიც ბავშვობიდან სხვადასხვა ჰობით იყო გატაცებული. ის ინტერესდებოდა სხვადასხვა საგნებით, დადიოდა სხვადასხვა წრეებზე და ამ პროცესმა მას თავდაჯერებულობა შემატა. როცა ახალ წრეზე შევდივარ, თავს როცა გამოვცდი, მაგ დროს ჩემ თავს ვგრძნობ უფრო თავდაჯერებულად. და არასოდეს არ ვიძაბები, არანაირი პრობლემები არ მაქვს ხოლმე და უფრო თავდაჯერებული გავხდები ხოლმე. არანაირი შიში არ მაქვს, იმიტომ რომ ვიცი, ჩემ თავს ვენდობი და ჩემ თავს ვაფრთხილებ ხოლმე, რომ ყველაფერი გამოგივა და არაფერი არ არის სანერვიულო. არ უნდა დანებდე, ძალიან ბევრი უნდა იშრომო და რა თქმა უნდა მიაღწევ მაგ ინტერესს და გააკეთებ კიდევაც. გამოგივა ჩვეულებრივად. დროთა განმავლობაში მისი ინტერესები შეიცვალა, მუდმივი ძიების პროცესში მან აღმოაჩინა, რომ მოსწონს ადამიანების დახმარება, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ ფსიქოლოგი გახდეს. ძიების პროცესში კი მას მშობლების უპირობა მხარდაჭერა ეხმარება. ესე იგი, ბავშვობიდან დედაჩემი ძალიან მიჭერს მხარს, ყველა მიჭერს ჩემს გვერდზე ვინც არის და მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა. და რასაც მოუინდომებდი, ამისრულებდნენ მაგას და მექნებოდა საშუალება, რომ ჩემი ახალი ინტერესი გამეჩინა და ამესრულებინა, რა თქმა უნდა ეს. აი მაგალითად, რაღაცას კარგად რო ვაკეთებ, მე მგონია, რომ ეს შემიძლია და სხვა რამეზე უნდა გადავიდე და მაგასაც კარგად გავაკეთებ, ორივე მეცოდინება ძალიან კარგად და მე სხვა ინტერესებიც მიჩნდება რაღაცების მიმართ. ეს არის ძალიან ნორმალური მოზარდებისთვისაც და ყველასთვის. აი მაგალითად თუ ადამიანი ხატვაზე დადის, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოვიდეს მხატვარი. მე ძალიან განათლება მივიღე იქ, მეგობრები გავიჩინე და სხვადასხვა ინტერესებს რო გაიჩენს ადამიანი, ეს არის ძალიან ნორმალური. თინეიჯერობის პერიოდს ყველა ბავშვი განსხვავებულად გადის. ზოგი ადვილად უმკლავდება ამასაკის სირთულეებს, ზოგი კი ხვდება გამოწვევებს, რადგან უჭირთ საკუთარი თავის პოვნა და ინტერესების აღმოჩენა. კვლევების მიხედვით მოზარდის დაახლოებით 30% განიცდის სირთულეებს საკუთარი ინტერესების იდენტიფიცირებაში. ასეთ დროს მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ, ჰქონდა თუ არა ბავშვს ინტერესი თავიდანვე თუ ახლა დაკარგა ის. მოზარდობის ასაკში შეიძლება ნორმადაც ჩავთვალოთ დროებითი ინტერესების დაკარგვა გამომდინარე იმ ჰორმონალური ცვლილებებიდან, რაც მოზარდობას თან ახლავს. ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან მიმართებაში, რამდენ ხანს გრძელდება ეს ინტერესის დაკარგვა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მოზარდობის ასაკში გარკვეული პერიოდით ეს ნორმა არის, ეს არ უნდა გავრცელდეს სხვა სფეროებზე მისი ცხოვრების. ზოგადად ზევდიანი არ უნდა იყოს ძალიან ხშირად. თუ მაგალითად 2 თვე მეტი გრძელდება ეს ინტერესის დაკარგვა, მას სახლიდან გასვლა აღარ უნდა, შესაძლოა საწოლიდან ადგომაც უჭირს. უკვე უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ ვთქვათ, ან ჩავრთოთ სპეციალისტი, ან გამოვიკვლიოთ, რაში შეიძლება იყოს პრობლემა. ინტერესის დაკარგვა ან არქონა შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა წარუმატებლობის შიში, მშობლების უარი ან გაურკვევლობის პერიოდი, რაც ამასაკის ბუნებრივი მახასიათებელია. თუმცა მოზარდის ინტერესების აღმოჩენა და განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჰობის ან მომავალი პროფესიის არჩევისთვის, არამედ ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვისაც. ხშირად მშობლები ბავშვებს ეუბნებიან, რომ შენ არ გაქვს სმენა და აზრი არ აქვს შენ რომ მუსიკაზე ან სიმღერაზე იარო. ასეთ შემთხვევაში ბავშვს თუ ხშირად ვუთხარით, რომ შენ ეს არ გამოგივა და აზრი არ აქვს, ძალიან ბუნებრივი არის, რომ მას დაეკარგოს ახალი რამის ცდის ინტერესი ერთი მხრივ და მეორე მხრივ თუ ჩვენ მხოლოდ აკადემიურ სფეროს ვაქცევთ ყურადღებას და მხოლოდ სასწავლო საგნებში წარმატებას ვაფასებთ ბავშვის, ისეც იწვევს სხვა მხრივ ინტერესების დაკარგვას და ბავშვი აღიქვამს, რომ მხოლოდ მაშინ არის კარგი და მხოლოდ მაშინ გამოსდის რაღაც, თუ ეს სწავლას ეხება და სინამდვილეში ბავშვის უნარებს ავითარებს უფრო არაფორმალური სფერო, უფრო მისი სხვა შესაძლებლობების განვითარება, ხელოვნებით დაკავება, მუსიკით დაკავება. პროფესიონალები მშობლებს რამდენიმე სტრატეგიას თავაზობენ, რომლებიც მოზარდებს დაეხმარება საკუთარი გატაცებების აღმოჩენაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა მოზარდის ძიების პროცესის წახალისება და იმის გაგება, თუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული.
ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ბუნებაში გავისეირნოთ და ჩვენი საყვარელი აქტივობა იყოს აღმოვაჩინოთ ხეს რომელი მხრიდან აქვს ხავსი და რას ნიშნავს ეს. ჩვენი საყვარელი აქტივობა იყოს სოკოები მოვძებნოთ და ეს იყოს ჩვენი ინტერესი რომ გამოვიკვლიოთ რომელი სახეობა ამის შესახებ ცოდნა მივიღოთ. აი ეს ინტერესის გაღვივება როგორც უნარი არის აბსოლუტურად თავისუფალი და ღია არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ მატერიალურ საშუალებას რომ ჩვენ მაინც და მაინც ძვირიან წრეზე ვატაროთ. აქ მთავარი არის ბავშვმა სიამოვნება მიიღოს ამ პროცესით, განიტვირთოს ამით. მოზარდებისთვის ინტერესების აღმოჩენა არის პროცესი, რომელიც მშობლებისგან დროს, მოთმინებასა და ემოციურ მხარდაჭერას მოითხოვს. ეს არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ ნელ-ნელა განვითარებადი პროცესია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, როდესაც ბავშვის ინტერესი მოკლევადიანი აღმოჩნდება, ის მაინც დადებითად აისახება მოზარდის ზოგად განვითარებასა და ცნობიერებაზე. მოზარდებს კი არა, მეც აი ხა ასაკში ვარ უკვე ხო და მე მიჩნდება ახალი ინტერესები და ზოგჯერ მე მინდება რომ ახალ პროფესიას დავეუფლო და წარმომიდგენია დღეს ასეთი შესაძლებლობების სამყაროში და პირობებში აბსოლუტურად მესმის რომ რთულია იდენტიფიცირება საკუთარი ინტერესების და პროფესიის არჩევა. თან მით უმეტეს ახლა 18-17 წლის ამთავრებენ ხო სკოლას დაახლოებით და ძალიან რთულია 17-18 წლის ასაკში შენი მომავალი პროფესია განსაზღვრო. ხო, რასაც მთელი ცხოვრება უნდა დაუთმო შემდეგ. იცი რა, აი ეგ მიდგომაც არ არის მგონი სწორი მთელი ცხოვრება რომ დაუთმო. რატო შეიძლება ყოველთვის შეიცვალო შენი პროფესია? ისწავლო ერთი პროფესია, მაგრამ შეცვალო მეორე პროფესია. კაი, შენ ხარ ასე უნები რომ მე შემიძლია ექიმი აღარ ვიყო და გეოლოგი გავხდე. ჩვენ სასაკში ახლა ეს კი ამის შანსიც რა თქმა უნდა არის თუ სურვილია. ძალიან მცირე. არ არის მცირე თუ სურვილია ყველაფრის გაკეთება შეძრებ. თავარი იყოს სურვილი. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც პროფესიას რო ირჩევ. კი, პროფესიას ირჩევ შეგიძლია. გასაგებია, მაგრამ არ არის ახლა 17-18 წელი იმდენად დიდ რო შენ საბოლოოდ გადაწყვიტო შენი პროფესია, შეგიძლია ისწავლო მაგალითად აი ხა ექიმი და სამედიცინო თემას თუ ირჩევ, რა თქმა უნდა ეს რთული პროცესია, იმიტომ რომ არ მთავრდება არასდროს. ნებისმიერი მსახიობობა რა მარტივია? არა, მარტივზე არ ვობობ მე, უბრალოდ სწავლის ხანგრძლივობა არის პროფესიები, ძალიან დიდი დრო ჭირდება, ხო, მიიღო დიპლომი. მოკლედ, აბსოლუტურად მესმის მე თქვა ამის თქმა მინდოდა. ხო, მაგრამ პროფესიის შესვლა ყოველთვის შეიძლება. კი ბატონო, ჩვენ ასაკში აღარ ალბათ. რატომაც არა კაცო? კარგი, მაშინ გეოლოგობა მინდოდა ბავშვობაში და არც ახლა არის გვინდო. მეღვინე რო გახდე? მეღვინე ისედაც არის. მაგას მეღვინე არ ქვია. მაგას სვანავე ქვია. მაგას მე რეგეწვი. კარგი, მადლობა, რომ ეთერში დამინდე გოდერ